აბა ხარ ხარ რესტორანში მუშაობთ, დასამალი რა არის? ჩვენც გვიმუშავია და კი ბატონო. კახეთში ყველაზე მაგარი გადამხდელები ვინ არიან? რო არენანებად, ყვარლელები, გურჯაანელები, ოღონდ არ მოიტყუოთ, ტელაველები, ლაგოდეხელები, დედოფლის წყაროელები თუ ვინ დაგჭა? ახმეტა და საგარეჯო. ყველაზე მაგარი პირველი რიგში დამფასებლები. რო არენანებად რა. სმენელები. აი, პირადად ჩემთვის არავის შევაწყოს ავაყენე, სულელია, მაგრამ პირადად ჩემთვის დამფასებლები, სმენელები და პლუს ის რომ აი მიგიღებენ და როგორც საკუთარ სახში იგრძნო თავი, ისე რომ გრძნო ყოველთვის მე, იმიტომ რომ მე ძალიან ჩემი აი ამ სფეროდან, ამ სამომღერლო სფეროდან მყავს ძალიან ბევრი ადამიანი გაცნობილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნები და ყველაზე ძვირფასებიდან ჩემთვის თელაველი. აქედან მოვკითხოთ. სად არის ჩაინიკა? ეს ხوارი კაცყოფილი ღმერთი ხო ამოწამე. არ იყო ნამდვილად. მე ხوار ვიგონებ ამას. ენაცვალი, აეგრია. ისეთი ოჯახები არიან, ისეთი ძვირფასი ხალხი არიან ჩემთვის პირადად და ჩემ პერიოდისგანაც მსმენიას, მაგრამ იქ მე მაქვს ჩემი საკუთარი სახლები თელავში. თელავში, წინანდალში, მაშინ რა ქვია, ვადისუბანში და შემდგომ. რა ვიცი. ეგრეა ხო? ჩემ მეგობრებს ყველას მოგიტყვა აქედან. ენაცვალე. იცი რა მითხარით? რამდენად უყურებენ გულწრფელად თუ ლაპარაკობს ხა კახელებიවත් აქ ისე ჩემთვის მაინტერესებს. აი ჩვენი სერიალს მიხოდამაა რომ რამდენად უყურებენ. ვისი რა გითხრა, მაგრამ ერთი სერია არამა გამოტოვებული. არა, ხوارი რომ ბირჟაზე რაღაცას ჩემი შვილები უყურებენ. მეც ხალისო ძალიან. არა აქვს არც ერთი სერია. ისა რა ქვია. ანუ რაღაცა მსჯელობები არის ბირჟაზე იქ რაღაცა რომ ის რა იყო ესე. დაჟე მიბაძვებიც. კი, მიბაძვებიც ძალიან მოხშირია. ეხლა ჩვენ მე პირადად ბირჟაზე ცოტა ნაკლებად მიწევს დგომა. ანუ ეხლა ეს პირობითო გადმოცემული თემით ეგრე, მაგრამ ჩემი შვილები რო უყურებენ და რო გიждდებიან თქვენ სერიალზე, ეგ ვიცი. ესე იგი გაამართლა რა. კი, ძალიან კარგი და ძალიან სახალისო. პროცენტულად რა ვიღოთ, ყველგან ხდება არა მარტო კახელებში, მაგრამ მაინც როცა კახეთში ვითარდება მოვლენა სერიალს გულისხმობს, მაინც საინტერესოა თვითონ რას განისხვავებს. ჩვენ ხო მაინც ცოტა ეგეთ წენია ხალხი ვართ და იგეთი ალალად მიდის ყოველ შემთხვევაში ხა მე როგორც დაუშვათ სიტუაციას უყურებ ხოლმე მაინც არ მინდა ხოლმე რომ რაღაცა ისეთი რაც არ ხდება ისეთი გავიდეს იმიტომ რომ იციან ეგრე არ არის ჩვენთან ხო იცი ეგ ამბავი არა რეალურად რაც გადის მასე ხდება ხო კი ბატონო აი მამაზე რომ მოყევით ენის წვერზე ადგას გინებაო აკაცი და სუმეუბნებიან ხოლმე გინება იქნება ცოტა დაწიო კი დავწევ მაგრამ იქ ისეთი სიტყვა მიდის რომ იმან კახელმა თუ არ მიაგინა არ გამოვა ხის სილამაზეს დაკარგავს სილამაზეს